გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება და სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელში არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც გავრცელდა პრორუსული პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანიები აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ არჩევნებზე, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდეს გარკვეული გავლენა, მაგალითად ფეიქ ანგარიშები ავრცელებენ ინფორმაციას ტერორისტული თავდასხმების შესახებ და ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში დაითესოს პანიკა და დაითრგუნოს ამომრჩეველთა აქტივობა. ამის შესახებ გერმანიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტები საუბრობენ და არაერთი მედია ავრცელებს ამ ინფორმაციასაც და ასევე დეზინფორმაციული ქსელები ავრცელებენ ჭორებსა და დეზინფორმაციას ფრიდრიხ მერცის კონსერვატორი ლიდერის წინააღმდეგ და ფრიდრიხ მერცი ძალიან დიდი ალბათობით გახდება გერმანიის ახალი კანცლერი. მისი რეიტინგი გამოკითხვების მიხედვით არის საკმაოდ მაღალი და არის პირველ ადგილას და მას შემდეგ უკვე არის გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც არის კრემლის მიმართ ლოიალური და სწორედ ამიტომ, როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ავრცელებენ ინფორმაციას, სწორედ ამიტომ ვრცელდება პრორუსული პროპაგანდა იმისათვის, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ულტრამემარჯვენე პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის და ამ დეზინფორმაციული გზავნილების სამიზნე გახლავთ ის ადამიანები, რომლებიც ერთგვარად შეშინებულები არიან ემიგრანტების მხრიდან თავდასხმებზე, რომელიც მაგალითად მოხდა დეკემბერში, როდესაც საშობაო ბაზარზე შევარდა მანქანა და დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ათობით ადამიანი, როგორც შემდეგ ცნობილი გახდა, თავდასხმელი იყო საუდის არაბეთიდან და სწორედ ამიტომ ალტერნატივა გერმანიისთვის პარტია, რომელიც უშუალოდ წინააღმდეგი არის ემიგრანტების და აცხადებენ, რომ ყველა ემიგრანტმა უნდა დატოვოს გერმანია და წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში, სწორედ მათ სასარგებლოდ ვრცელდება მსგავსი სახის დეზინფორმაცია და სამიზნეში არის ამოღებული სწორედ ისეთი ხალხი, რომლებიც ემიგრანტების წინააღმდეგები არიან ან შეშინებულები არიან მომდევნო თავდასხმების და ასევე როიტერსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია და მათ გადახედეს მონაცემთა ბაზა, სადაც დადასტურდა, რომ ეს დეზინფორმაციული კამპანიები ძირითადად ვრცელდება პლატფორმა X-ზე და შემდეგ უკვე პლატფორმა X-დან ზიარდება სხვა სოციალური ქსელის პლატფორმებზე და როგორც აღმოჩნდა, ამ პოსტებთან ურთიერთქმედება მომხმარებლების მხრიდან 2 მილიონზე მეტჯერ მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ფართო აუდიტორიას ფარავს ეს დეზინფორმაციული კამპანიები და პლატფორმები მუშაობენ იმისათვის, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე არ ქონდეს გავლენა დეზინფორმაციულ კამპანიებს. არაერთმა პლატფორმამ გამოაქვეყნა ანგარიშები იმის შესახებ, თუ რას გააკეთებენ, რა რეგულაციები მიიღეს დეზინფორმაციის აღმოსაფხრელად. მაგალითად, TikTok-მა შექმნა ერთგვარი საარჩევნო ცენტრი, რომელიც TikTok-ის მომხმარებლებს ააკავშირებს სანდო წყაროებთან და კომპანიაში აცხადებენ, რომ წაიშლება საზიანო ინფორმაცია და მაქსიმალურად მომხმარებლები იქნებიან დაკავშირებულები მხოლოდ და მხოლოდ სანდო წყაროებთან და როგორც TikTok-ის განცხადებაში წერია, პლატფორმიდან 40-ზე მეტი ქსელი წაიშალა, რომლებიც ცდილობდნენ საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოხდენას და მათ შორის არის გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიც და ასევე გერმანიის ფაქტ-ჩეკის ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ თუ TikTok-ზე შეხვალთ და ვიდეოებს გადახედავთ, სადაც საუბარი არის გერმანიის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიაზე, უფრო ხშირად ჩანს ისე, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის საარჩევნო კამპანია არის სწორად წარმოჩენილი, ხოლო სხვა პარტიების საარჩევნო კამპანიები კი არის არასრული ან დამახინჯებული ფორმით წარმოჩენილი და სწორედ ამიტომ ამ დეზინფორმაციის აღმოფხვრას ცდილობენ ახლა სოციალური მედიის პლატფორმები.